პირველი უცბად ვიტყვი, რომ არანაირი პრეტენზია არ მაქვს არც პოლიტოლოგობაზე, არაფერზე. უბრალოდ ჩემს საზრებს ვამბობ. ვზივარ, ვფიქრობ და ვლაპარაკობ ჩემს საზრებს. ზაფარში აქ ახლა ხალხი არ არის და ვიღაც ხონა ვლაპარაკობ. ამ კოჭოია სულ ძინავს. ეხლა დავიწყოთ პატარა ისტორიული ექსკურსი. კლინტონი, კრეტინი, ელცინის მაგაცი. მერე ობამა, იდიოტი, ჩვენთან ომის შემდეგ ერთ წელიწადში ესაო გადავტვირთოთ. მერკელი ბოზი აღარ ვლაპარაკობ არაფერს მაგაზე. საიზღარი კგბ-ს აგენტი. მერე ტრამპი დღეს ერთ ამბობს, ხოლმე მეორეს ამბობს, ღირებულებებს მიაფურთხა. მერე ჩემბერლენი იყო ინგლისის პრემიერი, ვინც არიცით, რომელიც ჩავიდა გიტლერთან. ხო და შენი ჭირიმე არ ვიუმოთ. გიტლერმა არ აცვენეო კაცო. არა როგორ გეკადრებო რა ომიო. მოდი ხელი მოუწევთ. კი ბატონო, მოუწერა ხელი. ჩამოვიდა ჩემბერლენი თვითმფრინავის ტრაპიდან აფრიალა ფურცელი, მშვიდობა მოუტანა ევროპას 100 წლითო. იდიოტი. ჩერჩილი. ერთადერთი კაცი ევროპაში, ვინც წინ აღუდგა გიტლერს და საბოლოოდ დაადუღა დედაუტირა. რეიგანი, რომელმაც ყოველგვარი რეკლამების გარეშე დაადუღა საბჭოთა კავშირი, ვენაცვალე, ჩერჩილი, რეიგანი. და ზელე, რომელმაც დაანგრია მითი იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტს სულისეულე ლაპარაკო თქვენ ჭირიმე თქვენ გენაცვალეთ, დაანგრია. მე ვიტყოდი რომ ჩერჩილი. ზელე არის ჩერჩილი. კაი კაცია ზელე. ვენაცვალე. მე ტრამპს ავარტყამდი. ან იმას როგორ. იდიოტი როის და გვერდზე. მოადგილე, ვიცე, ვაცი.